საღამო მშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის და არჩევნების მეორე ტურშიც მონაწილეობს. Როგორ აფასებს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას თელავი ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი. მეც ვეთანხმები ამ მომენტისათვის იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც მიიღო პარტიამ. თუშეთის გზაზე დაშავებული ისრაელის მოქალაქეები ისრაელის ხელისუფლებამ თელავიდან სამშობლოში გადააფრინა. უამინდობა კახეთში და გათბობის საკითხი საგანმანათლებლო დაწესებულებებში. არიან თუ არა ზამთრის სეზონისთვის მზად საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღები. არც ერთი სკოლა არ დახვდება ზამთრის სეზონს, ასე ვთქვათ, მოუმზადებელი. ყველა საბავშვო ბაღში ამ ეტაპზე დაახლოებით 1 კვირის 10 დღის შეშის მარაგი მაინც გვაქვს. ეს ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული. ახალი რეგულაციები და სავალდებულო რეგისტრაცია. რა ვალდებულებები აქვს სილამაზის სალონებს და ხომ არ გამოიწვევს ეს მომსახურების ფასის გაზრდას. ხსნარებით შეძენათ ემატება მოსახურე პერსონალის საფასურით და თავისთავად აისახება ალბათ კლიენტზე. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია ცნობილია. კონსულტაციების შემდეგ პარტია 2016 წლის მოწვევის პარლამენტში შედის და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს. გადაწყვეტილება გუშინ პოლიტსაბჭოს ხდომაზე რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნაწილი პარლამენტში შესვლის და არჩევნების მეორე ტურის წინააღმდეგი იყო. ნაწილი კი საკანონმდებლო ორგანოში შესვლის და არჩევნებში მონაწილეობის მიღების მომხრე. საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა პარტიის თელავი ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა. იგი პოლიტსაბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და საარჩევნო კამპანიას აგრძელებს. ვეთანხმები ამ მომენტისათვის იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც მიიღო პარტიამ და მეც მონაწილე ვიყავი ამ გადაწყვეტილებისა, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა, ასე ვთქვათ, გაყალბება პირდაპირ მნიშვნელობით. მოხდა ადამიანების დაშინება, მოხდა ადამიანების ძალით მიყვანა საარჩევნო უბანზე. ამის და მიუხედავად ჩვენ მაინც უნდა ყველა ტრიბუნა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, როგორც უნდა ის გადაწყვეტილებები მიიღოს და ჩვენ ამ ყველაფერს უყუროთ გარედან. ამიტომ მივესალმები იმ გადაწყვეტილებასაც, რომ ჩვენი დეპუტაცია აუცილებლად შევა პარლამენტში. თუშეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ისრაელის მოქალაქეები ისრაელის ხელისუფლებამ თელავიდან სამშობლოში გადააფრინა. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე 10 ოქტომბერს ღამით მოხდა. ავტომობილი, რომელშიც ისრაელის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ღრმა ხევში გადავარდა. შედეგად 2 მცირეწლოვანი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, 4 მგზავრი კი, მათ შორის 2 ბავშვი პოლიციამ და მაშველებმა გადაარჩინეს. დაშავებულები შემთხვევის ადგილიდან თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ბავშვების დედა 37 წლის ქალბატონი იმყოფებოდა. უამინდობა კახეთში და გათბობის საკითხი საგანმანათლებლო დაწესებულებებში წინა წლების მსგავსად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლებისა და ბაღების უმრავლესობა წელსაც შეშის ღუმელებით გათბება, რადგან 25 საჯარო სკოლიდან ცენტრალური გათბობა მხოლოდ 5-ს აქვს. საბავშვო ბაღებიდან კი ცენტრალური გათბობით მხოლოდ 7 შენობაა უზრუნველყოფილი. არიან თუ არა ზამთრის სეზონისთვის მზად საგანმანათლებლო დაწესებულებები, საკითხით ეთერ თეთრაძე დაინტერესდა. გურჯაანის ნომერ მე-4 საჯარო სკოლა ერთ-ერთია, რომელიც ზამთარში ისევ შეშის ღუმელით გათბება. დირექტორის განმარტებით სკოლამ ზამთრის სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და 35 კუბომეტრ საშეშე მერქანზე მოთხოვნა გაკეთებული აქვს. როგორც ნინო ნონეშვილი ამბობს, სკოლის გათბობა მაშინ დაიწყება, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 12-15 გრადუსამდე დაეცემა. უკვე ხელშეკრულებაც გამზადებული გვაქვს და ხელმოწერილია შეშის მწარმოებელთან, ვინც უნდა მოგვიტანოს და მოგვამარაგოს შეშით. ეხლა ის ეტაპია, რომ სამინისტროდან ველოდებით თანხმობას და ძალიან მალე, სულ 1 კვირაში ალბათ იქნება ეს თანხმობა და უკვე შეშის დამამზადებლები იზრუნებენ იმისთვის, რომ სკოლები მომარაგდეს შეშით. გურჯაანის მუნიციპალიტეტში 25 საჯარო სკოლაა, აქედან ცენტრალური გათბობა 5-ს აქვს. დანარჩენი კი შეშის ღუმელით სარგებლობს. რესურს ცენტრის ინფორმაციით 753 კუბომეტრ საშეშე მერქანზე მოთხოვნა უკვე გაკეთებული აქვთ. მისი შეტანა ეტაპობრივად 2 კვირაში დასრულდება. რესურს ცენტრში ირწმუნებიან, რომ ყველა სკოლა ზამთრის სეზონს მომზადებული შეხვდება. არც ერთი სკოლა არ დახვდება ზამთრის სეზონს, ასე ვთქვათ, მოუმზადებელი. მათ მიერ გადმოიგზავნა ჩვენთან მოთხოვნა, რომელ სკოლას რამდენი საშეშე მერქანი ესაჭიროება. ჩვენს მიერ აღნიშნული წერილი უკვე გადაგზავნილია სატყეო სააგენტოში.
ასე რომ მზად არიან სკოლები ზამთრის სეზონს დახვდნენ მომარაგებული რესურსით. რაც შეეხება სკოლამდელ დაწესებულებებს, ბაღების გაერთიანების მენეჯერის ინფორმაციით, ცენტრალური გათბობა 7 საბავშვო ბაღს აქვს. დანარჩენი კი შეშის ღუმელით თბება. ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ყველა ბაღს გასული წლის შეშის 10 დღის მარაგი აქვს დარჩენილი, თუმცა ტენდერი უკვე დასრულებულია და ყველა ბაღში საშეშე მერქნის შეტანა რამდენიმე დღეში დაიწყება. გურჯაანში 37 სააღმრთელო დაწესებულება, აქედან 7 საბავშვო ბაღში მოწყობილია ცენტრალური გათბობის სისტემა, რომელიც ბუნებრივ აირზე მუშაობს. 30 საბავშვო ბაღი ამ ეტაპზე ჯერჯერობით ისევ საწვავი მასალით შეშითბება. ტენდერი გამოცხადებულია, გამარჯვებული გამოვლენილია. სავარაუდოდ უკვე 4 შაბათს გაფორმდება ხელშეკრულება და დაიწყება საბავშვო ბაღებში შეშის შეტანა. ამ ეტაპზე ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ტენდერი ახლა დამთავრდა, პრობლემა არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ისე გვაქვს გათვლილი შეშის მარაგები, რომ ყველა საბავშვო ბაღში ამ ეტაპზე დაახლოებით 1 კვირის 10 დღის შეშის მარაგი მაინც გვაქვს. სკოლებისა და ბაღების ხელმძღვანელების განმარტებით, მართალია ზამთრის სეზონი 15 ნოემბრიდან იწყება, თუმცა ისინი გათბობას მაშინ დაიწყებენ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსს ჩამოსცდება. ახალი რეგულაციები და სავალდებულო რეგისტრაცია, ის სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები, რომელთაც ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია ჯერ არ გაუვლიათ, ახალი კანონის თანახმად 50-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდებიან. კანონს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ჟანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. სილამაზის სალონებს მკაცრად მოუწევთ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას. კონკრეტულად რა ვალდებულებები აქვთ მათ და ხომ არ გამოიწვევს ეს მომსახურების ფასის გაზრდას? ვრცლად ვერაიაშვილის სიუჟეტიდან შეიტყობთ. სილამაზის სალონებს და ესთეტიკურ ცენტრებს, რომელთაც ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია ჯერ არ გაუვლიათ, ახალი კანონის თანახმად 50-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდებიან. გურჯაანის ერთ-ერთ სალონში სტილისტები ამბობენ, რომ რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები რომ დაიცვან, ამისთვის ძვირადღირებული სადეზინფექციო ხსნარი, შეძენა და დამხმარეები დასჭირდებათ, რაც ხარჯებს მნიშვნელოვნად გაუზრდით. რეგისტრაცია გავიარეთ. და თავისთავად ხარჯი იქნება, იმიტომ რომ ამ ყველაფერს უნდა მომსახურებო პერსონალი აიყვანოს სალონში და მოგემსახუროს თვითონ ეს სტილისტი ვერ შეძლებს თან მუშაობის პროცესში ვერ შეძლებს ამ საქმეების გაკეთებას და თავისთავად დამხმარე გჭირდება აუცილებლად. მე როცა ვიყვან მომსახურე პერსონალს, თავისთავად ხსნარებით შეძენაც ემატება მომსახურე პერსონალის საფასურით და თავისთავად აისახება ალბათ კლიენტზე. კოსმეტოლოგ მაია წაწალაშვილის თქმით, რეგისტრაცია 1 ოქტომბრამდე გაიარა და საჭირო ინვენტარები და ხსნარებით შეიძინა, თუმცა ამბობს, რომ ახალი კანონი მის ხარჯებს გაზრდის და იძულებული გახდება მომსახურებაზე ფასი გაზარდოს. რეგისტრაცია გავიარეთ, ანუ ამ შემდგომ რეგისტრაციის გავლას რა მოყვება და რა მიზნით იყო ეს და გეგმილი ნამდვილად წინასწარ ამაში არა ვართ გარკვეული. იარაღი არის, რომელიც თუ ხარისხიანი არ არის, აფუჭებს და მე ეს პინცეტები და ისინი გვიხდება გადასაყრელი და ღირსძვირადღირებული, უბრალოდ ვერ იყიდი, უნდა იყოს კარგი და ხარისხიანი. და ეს ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული. გურჯაანის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ყველა სალონი და სტილისტი რეგისტრაციასთან დაკავშირებით უკვე გააფრთხილეს. ექიმი პროფილაქტიკოსი ეკა ბურდიაშვილის თქმით, თუ სალონები საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამეწარმეო საქმიანობისა და ადმინისტრაციულ სამართალდამღვრევის კანონებს არ გაითვალისწინებენ, დაჯარიმდებიან. სალონებში მონიტორინგს კი მათი სამსახური ჩაატარებს. თითოეული პიროვნებას, რომელიც აწარმოებს ამგვარ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ესთეტიკურ და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებასთან, საჭიროა დაიცვან თითოეულმა მათგანმა მთავრობის მიერ დადგენილება 413/2014 წლის დადგენილება, რომელიც ეხება ასეთ დაწესებულებებში მომსახურების დროს ინფექციურ კონტროლსა და სანიტარულ ნორმირებას. ნორმების დარღვევის შემთხვევაში და ასევე რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაში გარკვეულ საჯარიმო სანქციებს დაიმსახურებენ. ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ კანონზე მონიტორინგს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. გვინდა კიდე ერთხელ გავაფრთხილოთ და კიდე ერთხელ ვთხოვოთ, რომ აუცილებლად დარეგისტრირდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ უკვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციები და განყოფილებები, რომლებიც გვაქვს ჩვენ რაიონებში და ასევე გვაქვს თბილისის მერიაში, მათ აქვთ უფლება უკვე შეამოწმონ და თუ ისინი არ იქნებიან დარეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში, შეიძლება მათი დაჯარიმება. სალონების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო ახალ რეგულაციებს ამბულატორიებს დაუწესებს.
გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსში პირველ სართულზე განთავსებული ბინისჭერი და იატაკი გამაგრდება. Სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია, როგორც ცნობილია რამდენიმე კვირის წინ 4 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე იატაკი და ჭერი მოულოდნელად ჩავარდა, რამაც მოსახლეობის პანიკა გამოიწვია. აქ მაცხოვრებლები პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვდნენ, რადგან შიშობდნენ, რომ აქ ცხოვრება მათთვის საფრთხეს წარმოადგენდა. გამგეობის ინფორმაციით სამუშაოების დაწყებამდე შენობას ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის მიხედვითაც დაიდო დასკვნა, რომ რეაბილიტაციის შემდეგ კორპუსში ცხოვრება უსაფრთხო გახდება. პროექტის ღირებულება 4800 ლარია და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ძალიან გვეშინოდა, რომ ჩვენ გვეგონა, რომ მთლიანი სახლი ძალიან ცუდ და ავარიულ მდგომარეობაში იყო. მე უკვე თბილისის ექსპერტიზა რო ჩამოვიდა სამხარაულის წარმომადგენელი, თავიდან ბოლომდე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა. ყველანაირად თითო აგური და თითო ქვა შეამოწმა. შენობის საყრდენი არის ძალიან მშრალი და ძალიან კარგ მდგომარეობაში. შეიძლებოდა შეკეთებული იყო ისე, რომ მეორე, მესამე, მეოთხე სართულს საფრთხე არ შექმნოდა. და მართლაც დაგვეხმარა მთელი გამგეობა ჩვენ გვერდით დადგა. ეს ერთი თვე რაც ჩვენ გადავიტანეთ, არ ვიცი, არავის არ უსურვებ მაგის გადატანას. გრედ და კარგად ყველაფერი მაგრდება, კანალიზაცია ჩაგვირთეს, წყალი გვაქვს, ისეთ კონსტრუქციას აყენებენ, რომ მე მგონი, რომ საშვილიშვილოდ ყველაფერი კარგად იქნება. შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია ლაგოდეხში პროექტის ფარგლებში ქალაქის ყველა ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შედეგად დაზიანებული გზის საფარი შეკეთდება და მას კომპანია GRG განახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია ადგილზე გაეცნო. ქალაქში აღარ გვექნება ასე ვთქვათ ესეთი გადათხრილი გზები და უკვე იყო პრობლემა მოსახლეობისთვის გადაადგილების და უახლოეს მომავალში ყველა ქუჩაზე სადაც იქნა ეს ასე ვთქვათ გადათხრილი ეს ადგილები იქნება შევსებული ასფალტი. ამავდროულად მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებს ორმოვლების ამოვსებას. დათვიდაბელი ილტოს აღკვეთილში ცხოველები ფოტომახემ დააფიქსირა. შესაბამის ვიდეოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. ილტოს აღკვეთილი ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარე ილტოს სათავეში მდებარეობს. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ, დავით ონოფრიშვილმა და გია ცაგარეიშვილმა თავისუფალი დემოკრატები დატოვეს. ამის შესახებ მათ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად კი 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები დაასახელეს. მე არჩევი პარტიაში, დღეიდან ვწყვეტ პარტიულ საქმიანობას და ამითი გზას უხსნი ახალ ხალხს, რომელიც შემოვარდა პარტიას ბოლო პერიოდში, რომელსაც აქვს ენთუზიაზმი, რომელსაც აქვს мотиваცია იმისა, რომ გააგრძელოს საქმე და მიიყვანოს წარმატებისკენ ეს პარტია. ასევე მინდა გითხრათ ისიც, რომ მე არასდროს არ მისხელმძღვანელია ჩემს ცხოვრებაში ვიწრო პარტიული ინტერესებით. ყოველთვის ჩემთვის იყო ჩემი სამშობლო და სახელმწიფო ინტერესები პირველ ადგილზე და მომავალში რას ვიზამ, როგორ ვიზამ, რა ამპლუაში მოგევლინები, ბუნებრივია ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენ ეს მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს არის თავისუფალი ხალხის თავისუფლად გაკეთებული არჩევანი და ჩვენ ამას პატივი უნდა ვცეთ. ეს ერთი. ჩემი განცხადება სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი მე ვწყვეტ ამ ეტაპზე პოლიტიკურ და პარტიულ მოღვაწეობას. მეორე, მე გავაგრძელებ ბოლომდე 5 უდანაშაულო თავდაცვის სამინისტროს მეგობრების ციხიდან რაც შეიძლება დროზე გამოსაშვება და დასახელა. მესამე ნაწილი ითვალისწინებს იმას, რომ მე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ვაგრძელებ მუშაობას კიდევ 2 თვე, ნოემბრამდე ეს სტატუსი არ მეხსნება და ვაგრძელებ მუშაობას იმისათვის, რომ რაც შეიძლება დროულად კიდევ ერთხელ ვიმეორებ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება საქართველოს უვიზო მიღოსვლის დაწესებაზე ევროკავშირთან. 7 წელი მე ვიმუშავე თავისუფალ დემოკრატებში. უბრალოდ კი არ ვიმუშავე, ვიბრძოლე პარტიაში და პარტიისთვის. მეც და ჩემმა მეგობრებმაც უდიდესი ძალისხმევა გავიყეთ იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა 2016 წლის 8 ოქტომბერს დიდი გამარჯვება არა მხოლოდ პარტიისთვის და აქ შეკრებილი თანაპარტიელებისთვის, არამედ პირველ რიგში საქართველოსთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. მაგრამ ჩვენმა ამორჩეველმა სხვანაირად განსაჯა. ჩვენ არ მოგვანიჭა საპარლამენტო მანდატი.
ყოველთვის დგება ადამიანის ცხოვრებაში და მით უმეტეს პოლიტიკოსის ცხოვრებაში გადამწყვეტი ჟამი, როცა მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე ვიღებ დღეს გადაწყვეტილებას დავტო თავისუფალი დემოკრატების რიგები. იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ჩემს გვერდზე დგას, ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ჩემს გვერდზე ეხლა იმყოფებიან მხოლოდ მცირე ნაწილი იმ ადამიანების გამგეობის წევრები, თბილისის და რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელები. ჩვენი მაჟორიტარული კანდიდატები, რომლებთან ერთადაც ჩვენ ვიბრძოლეთ ამ არჩევნებში, ვიბრძვით და გავაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი საქართველოსთვის. კადრები, რომელშიც 1993 წლის 18 ოქტომბერს ირინა სარიშვილის გამოსვლა ასახული, ბოლო 24 საათია Facebook-ის ქართულ აუდიტორიაში განსაკუთრებულ ვნებათა ღელვას იწვევს. გამოსვლაში ირინა სარიშვილი ზვიად გამსახურდიას საფრთხობელად მოიხსენიებს. საფრთხობელა, რაც წელიწადზე ცოტა ნაკლები აქ პრეზიდენტად იყო და შემდეგ გროზნოში გავუშვით და სხვათა შორის ის პირები არანაკლებ პასუხისმგებლები არიან დღეს, ვინც ის ცოცხალი გაუშვა მაპატიოს ღმერთმა ამას რომ ვამბობ და ახლა ყველაზე ისეთ დროს, როცა სოხუმი ეცემოდა, ესეც ყველამ კარგად ვიცით, როცა დასავლეთ საქართველოს პრობლემა დგას მთლიანად, ეს ისევ იმ სიტყვას ვიხმარ საფრთხობელა კვლავ მოიწევს თბილისისკენ და ალბათ სხვა ქვეყნისთვის ეს სასაცილო იქნებოდა. ჩვენ ქვეყანაში რომ ხდება ეს, ამიტომ არ გვეცინება ალბათ, თორემ ნამდვილად ტრაგიკული სწორედ ის არის, რომ აი ასეთი ადამიანი, მე იმდენი შეურაცხყოფელი რამე მაქვს მის მისამართით ნათქვამი, რომ არ მინდა ეხლა რაღაცა მართლა ტაშის დაკვრის გულისთვის ვიხმარო ის სიტყვები მანიაკი და პათოლოგი და ასე შემდეგ და ვიცით ჩვენ ყველა ვისთანაც გვაქვს საქმე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანი ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა ამერიკის თავდაცვისა და ენერგეტიკის დეპარტამენტებთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული სხვადასხვა პროექტის შედეგები შეაჯამეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვესტუმრა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ბატონი ჯო დონელი, რომელიც მანამდე იმყოფებოდა ჩვენს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე და მოინახულა იქ არსებული სიტუაცია. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის გეგმები და დავსახეთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა თათია დოლიძემ გაეროს 71 გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებზე და გეგმებზე ისაუბრა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოკლედ გააცნო ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ახალგაზრდა დელეგატის გამოსვლამ, რომელშიც გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის და მოსწავლეების პრობლემებიც გაჟღერდა, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი გააღიზიანა. მან ქართველებს ანგაჟირებული გამოსვლების ნაცვლად აფხაზებთან და ოსებთან შერიგებისკენ მოუწოდა. რუს დიპლომატს თათია დოლიძემ უპასუხა და კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა რთულია და მათ თავიანთი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის საშუალება არ აქვთ. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და მოუწოდა რესპუბლიკური პარტიის წევრებს ტრამპის მხარდაჭერაზე ოფიციალური უარი თქვან. ჰილარი კლინტონის მხარდამჭერ მიტინგზე სიტყვით გამოსვლის დროს ობამამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობაზე მხარდაჭერა მიუღებელია. მისივე თქმით, ტრამპს პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად არ აქვს არც შესაფერისი მომზადება და არც ცოდნა. ავღანეთის დედაქალაქ კაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ 14 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა. თავდასხმა შიიტურ სიწმინდესთან საჰას აკლდამასთან განხორციელდა. როდესაც შიიტები მათთვის წმინდა დღეს აშურას დღესასწაულს აღნიშნავდნენ. კერძოდ პოლიციელების ფორმაში გადაცმულმა ბოევიკებმა შიიტების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. როგორც BBC აღნიშნავს, აშურას დღესასწაულზე შიიტ მუსლიმებზე თავდასხმები მუდმივად ხორციელდება. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა TV-მ გაავრცელა. ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ქსელის მედიკოსების 60 კაციანმა ჯგუფმა ავღანეთის ომში დაშავებულ საზღვაო ქვეითს ორივე ამპუტირებული ხელი გადაუნერგა. ოპერაცია 14 საათი გაგრძელდა.
ჩვენი საკმაოდ რთული ცხოვრების დატკბობის ყველაზე ადვილი მეთოდი ფინჯან ჩაიში ჩვეულებრივი შაქრის დამატება, რასაც დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა 99% აკეთებს. ხშირად ჩაიში ან ყავაში შაქარს ისევ ამატებთ, რომ ამ პროდუქტის მავნებლობის შესახებ ფართოდ გავრცელებულ აზრს არც კი ვითვალისწინებთ. შაქრის მოყვარულებს სულ უფრო ხშირად უწევთ იმაზე დაფიქრება, რომელი ტიპის შაქარი აერჩიონ, ყავისფერი, ღია ყავისფერი თუ თეთრი. ყავისფერ შაქარს მხოლოდ ლერწმისაგან იღებენ. ასეთი ტიპის შაქარი მხოლოდ ნაწილობრივ მუშავდება, რის გამოც ნატურალურ ფერსა და ბუნებრივ თვისებებს ინარჩუნებს. ამიტომ იგი თეთრზე ბევრად მარგებელია. ახლა კი დღის სხვა თემები იხატია ბუნიათიშვილს ეხო კლასიკის ჯილდო გადასცეს კატეგორიაში წლის საუკეთესო სოლო ჩანაწერი. სანამ პიანისტი სცენაზე გამოვიდოდა, დამსწრეს საზოგადოებას კრის მარტინის მიმართვა უჩვენეს, სადაც ბრიტანელი მომღერალი ხატიას ჯილდოს მიღებას ულოცავდა. საქართველოს ნაკრებისა და ცხინვალი ამხანაგურ მატჩში მიხეილ მესხის სათადარიგო მინდორზე გაიმართა. 35 წუთზე ანგარიში ცხინვალელმა თამაზ მაკაცარიამ გახსნა. მეორე ტაიმში წონასწორობა შეცვლაზე შესულმა თელავის ნახევარმცველმა ნიკა ბაშალეიშვილმა აღადგინა. მატჩი საბოლოოდ ფრედ 1-1 დამთავრდა. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ამით ჩვენი დღევანდელი გამოშვება დასრულდა. ნახვამდის.